კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო თავისი ქვეყნის ნატოსთან თანამშრომლობის წინააღმდეგია. ეს არ არის განმათავისუფლებელი ჯარები, ეს სიბნელის ჯარებია, განაცხადა მან ღაზას თემასთან დაკავშირებულ საგანგებო კონფერენციაზე ბოგოტაში. რას ვაკეთებთ ჩვენ ნატოში? ხომ არ დადგა კიდევ ერთი სამხედრო ალიანსის შექმნის დრო, რადგან ჩვენ ვერ ვიქნებით იმ არმიის მხარეს, რომელიც ბავშვებს ბომბებს უგზავნის. ეს არ არის განმათავისუფლებელი ჯარები, ეს სიბნელის ჯარებია, ჩვენ სინათლის ჯარები გვჭირდება, განაცხადა მან. 2018 წელს კოლუმბია ლათინურ ამერიკაში ნატოს პირველი პარტნიორი გახდა. გლობალურ პარტნიორობაზე შეთანხმება 2017 წელს შედგა, მას შემდეგ რაც ქვეყანა კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. მაშინ კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი იყო. კოლუმბიის დღევანდელი პრეზიდენტის თქმით, მათ ნატო უნდა დატოვონ. ჩვენ უნდა შევქმნათ სინათლის ჯარები მსოფლიოს ყველა ხალხთან ერთად, ვისაც ეს სურს. და უნდა ვუთხრათ ევროპას, რომ თუ კი მათ სურს ლათინურ ამერიკასთან ან აფრიკასთან ერთად ყოფნა, უნდა შეწყვიტონ ნაცისტების დახმარება. ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველა კანის ფერის მქონე ჩრდილო ამერიკელ ადამიანებს, რომ მათ შეწყვიტონ ნაცისტების დახმარება, განაცხადა გუსტავო პეტრომ. New York Times-ი წერს, რომ რუსეთს როგორც ჩანს ტრამპის ულტიმატუმი არ აშფოთებს. რუსეთი როგორც ჩანს გულგრილი დარჩა პრეზიდენტ ტრამპის ახალი ულტიმატუმის მიმართ, რომელიც უკრაინაში ომის შეწყვეტისკენაა მიმართული და დაუბრუნდა ძველ პოზიციას, რომ ის ნებისმიერ სანქციას გაუძლებს და განაგრძობს თავისი სამხედრო მიზნების მიღწევას უკრაინაში, მიუხედავად გარე ზეწოლისა. მოსკოვი კვლავ ცდილობს მიაღწიოს უკრაინის კაპიტულაციას და მთელ რიგ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის იმას, რომ კიევმა მეტი ტერიტორია უნდა დათმოს, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მომავალში და არ გაწევრიანდეს სამხედრო ალიანსებში. კრემლთან დაახლოებული ადამიანების თქმით, პუტინს თავისი გამარჯვების ჯერა და ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გაჩერდეს უკრაინის მხრიდან სერიოზული დათმობის გარეშე, წერს გამოცემა. World Bank-ის ინფორმაციით რუსეთმა განამტკიცა მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკის პოზიცია. მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ 2024 წლის შედეგებით რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 6,92 ტრილიონი დოლარია და გაზრდილია წინა წელთან შედარებით, როცა 6,45 ტრილიონი იყო. უპრეცედენტო საქციების ფონზე რუსეთმა განამტკიცა მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკის პოზიცია და გაზარდა იაპონიასთან უპირატესობა ორჯერ 514 მილიარდ დოლარამდე წინა წლის 264 მილიარდ დოლართან შედარებით. მსოფლიოს 10 წამყვანი ეკონომიკაა ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია, გერმანია, ბრაზილია, ინდონეზია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. რუსი პოლიტიკოსის და ეკონომისტის ალექსანდრ გალუშკის აზრით, რუსეთში დაიწყო ეკონომიკის ზრდის კრისტალის ჩამოყალიბება. ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარენ კნაისლმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრს იოზეფ გებელს შეადარა. პოლიტიკოსმა ეს შედარება თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელიც სხვათა შორის ყველაზე პოპულარული გერმანელი პოლიტიკოსია, განაცხადა, რომ აგრესიის შემთხვევაში გერმანული არმია მზადაა რუსი ჯარისკაცების მოსაკლავად. ეს ის პისტორიუსია, რომელსაც უნდა რომ გერმანელები ომისთვის მოამზადოს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, საომარი დროის მოთხოვნების შესაბამისად ეს ტერმინი მან 2024 წელს გამოიყენა. მანამდე კი ის გებელსის ლექსიკონის საყვარელი სიტყვა იყო. როდესაც მე ვუყურებ ამ გერმანელი ოფიცრის განცხადებას ვიდეოში, კიდევ უფრო ცხადად ვხედავ 1940-იანი წლების დასაწყისს. რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაბომბვებს. გერმანული არმია განიხილავდა ამას ონლაინ ზარებით 2024 წლის თებერვალში. ახლა კი ეს ოფიციალური განცხადებაც დაემატა. ბოლო წლებში მე მუდმივად ვამბობდი, რომ ილუზიებზე უარი უნდა ვთქვათ. დღეს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თეთრ სახლში წავიდა მამიკოსთან შესახვედრად. შედეგებს ტრანსლაციით გადმოსცემენ. მათი პრობლემა ისაა, რომ არ იციან და წარმოდგენა არ აქვთ რუსეთის სიკეთეზე, მაგრამ ახლა ასე ვიტყოდი, რომ არ არის ზედმეტი სიკეთის დრო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ რუსეთის პლანეტიდან, ნამდვილი კეთილი პლანეტიდან, დაწერა კარენ კნაისლმა.
რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლია თავი აარიდოს პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რის გამოც უკრაინაში მათი მუშაობა გართულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ორთრით ჟურნალი უკრაინულ ჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკულ სისტემას უკრაინაში სულ უფრო მეტი სირთულე ხვდება იმის გამო, რომ რუსეთს გაუჩნდა უფრო მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტები, ნათქვამია სტატიაში. გაზეთის ანონიმურმა წყარომ აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პეტრიოტის რადარებმა ვერ დააფიქსირეს რუსული რაკეტების მოახლოება.